დავად იმისა, რომ ძალიან ცივი ღამე იყო, არც თქვენ გეყობათ დაღლა და არც აქ ადამიანებს. რისი მანიშნებელია ეს ყველაფერი თქვენთვის? ვხედავთ, რომ ძალიან ამაღლებული არის განწყობა ხალხის. მადლობა, არაჩვეულებრივი თან შესაძლებლობა, ბევრ ახალ ადამიანს შეხვდე, გაიცნო. ბევრი ადამიანი გადაადგილდება ხა ჭავჭავაძის გამზირით, ფეხით და ჩანს რამდენად დიდი ხარდაჭერა აქვს ამ პროცესს. პროცესი, რომელიც სხვა ეტაპზე პროტესტი, უბრალოდ რომელიც საპროტესტო მოძრაობის ფაქტებში სხვა ეტაპზე გადავიდა გუშინ ღამით ჭავჭავაძის გამზირზე, ეს არ არის ერთჯერადი აქტი და ეს იქნება მხოლოდ მაღალი ინტენსიურობის და მზარდი. Სადაც მიზანი არ იქნება მიღწეული აღაროს დასამალი არ არის. არალეგიტიმური ხელისუფლება, როდესაც ყავს, რომელსაც არ აღიარებს არავინ დასავლეთში და არც ქვეყნის შიგნით, არც ერთი ოპოზიციური პარტია, არც ერთი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი და არ დიდი ბრიტანეთი, როგორც უკვე თქვი, არც ამერიკის შეერთებული შტატები, არც ევროკავშირი ხა. ასეთ ხელისუფლებას არ აქვს უფლება უმცირესობით მართავდეს უმრავლესობის ნებას ქვეყანაში. მით უფრო რომ აქ საუბარი არ არის მხოლოდ მათემატიკურად ციფრების პროცენტების გაყალბებას, ხო? აქ რეალობა იმდაგვარად მოისურვა, რომ გაეყალბებია ევონიშვილს, რომ საკერო პოლიტიკური კურსი შეეცვალა და ეხა არავის აქვს ამისი უფლება და ჩვენ ჯერ კიდევ მიმდინარე და გაგრძელდება ეს აქცია. ამ აქციის ფარგლებში კიდევ უფრო მტკიცენი გავხდით ჩვენ გადაწყვეტილებაში, ძალა არის ერთობაში, ძალა არის იმ мотиваციაში, იმ ბრაზში, თუ გნებავთ, იმ შეთანხმებაში, რომელიც უკავშირდება მომავალს და ეს მომავალი უნდა იყოს ისეთი, სადაც მოქალაქე გადაწყვეტს, როგორც სახელმწიფოში სურს ცხოვრება და არა ყობახიძე და არა ღარიბაშვილი და არა კალვაძე და არა ივანიშვილი და არა პაპუაშვილი და ასე შემდეგ. ეხლა ძალიან მარტივი მოცემულობა. ეს ბრძოლა გადის უკვე კონკრეტულ ქმედებებზე და ნაბიჯებზე და მე ვფიქრობ ასეთი ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენ უკვე ვიხილეთ.